არავინ ურტყავს მკვდარ ძაღლს. ერთხელ ისე მოხდა, რომ ჩემმა მოსწავლემ კლასის წინაშე აღიარა, რომ გამუდმებით არის დამცირებისა და შეურაცხყოფის ობიექტი სკოლაში, სადაც ის სწავლობს. ბავშვი ძალიან გონიერი ბიჭია, გადასარევად და აღზრდილი, თავაზიანია და სრულიად უკონფლიქტო და მაინც შევატყვე, რომ ჩემთან გაკვეთილზეც რაღაცნაირად ათვალწუნებული და გარიხული ყავდათ ბავშვებს. განსაკუთრებით აღიზიანებდა ყველას, რომ ამ ბავშვს ერთნაირად შეეძლო თავის 13 წლის ასაკში ელაპარაკა მეორე მსოფლიო ომზეც და ნარუტოზეც, მოცარტზეც და ემინემზეც, კულინარიაზეც და წიგნებზეც, რომელიც მის ასაკის ბავშვს უკვე ნაადრევად ჰქონდა წაკითხული. ეს გაღიზიანება ფარული, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ შესამჩნევი იყო და რაკი ყოველთვის ვცდილობ მოსწავლეებს ვასწავლო საკუთარი პრობლემების თავად მოგვარების გზა, ხელოვნურად შეგონებებითა და გარეგნული ჩარევების გარეშე ვცდილობდი დავხმარებოდი ბავშვს პრობლემის მოგვარებაში. პრობლემის, რომელიც მას ძალიან აწუხებდა. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ძალით ვერასოდეს შეაყვარებ ჯგუფს, ინდივიდს, რომელსაც ხშირად უჩვეულოდ მარტივი მიზეზის გამო მოიძულებს ხოლმე. ასე დროს მხოლოდ შემთხვევა თუ იქნება ის კლდის ნატეხი, რომელზეც პრობლემა შუშის ნაკეთობასავით უნდა დაიმსხვრეს და თანაც რაღაცნაირად ვამჩნევდი, რომ ჩემი გონიერი მოსწავლის ხასიათშიც იყო რაღაც უცნაური ზადი თუ პრობლემა, რომელსაც ის ვერაფრის დიდებით უმკლავდებოდა და საკუთარ თავსაც რგუნავდა და გარშემოყოფებსაც აღიზიანებდა. და აი ერთ გაკვეთილზე მომეცა მიზეზი, რომ ფრთხილად, მაგრამ მოსწავლეებთან გამეშალა ჯგუფისა და ინდივიდის ღია თუ ფარული დაპირისპირების საკითხი. სწორედ იმ დილით სამსახურისკენ მიმავალს ქუარას დღის ფრაზა ამომიგდო. ფრაზა, რომელიც ამერიკელ ფსიქოლოგს დეილ კარნეგის ეკუთვნოდა. არავინ ურტყავს მკვდარ ძაღლს. არავინ ურტყავს მკვდარ ძაღლს. რა გენიალური მიგნებაა, ვფიქრობდი, ის 20-ოდე წუთი სანამ სამსახურამდე მივედი. სანამ გავხსენი ჩემი განუყრელი ჟურნალი, ლეპტოპი და სანამ პირველ მოსწავლეს არ მივესალმე. არავინ ურტყავს მკვდარ ძაღლს. შური, სხვისი უპირატესობის განცდა, საკუთარი ნაკლის დანახვა და ადამიანური ბუნება, რომ გვეცოდებოდეს დაჩაგრული სხვა, მაგრამ ვერ ავიტანოთ ჩვენზე უკეთესი. აი რა იდგა ამ გენიალური გამოთქმის უკან. განასხვავა მიზეზი ჰქონდათ ქართველებს ილია ჭავჭავაძის სიკვდილს რომ ელოდებოდნენ დღენიაдаг. ან ამერიკელებს ქუჩაში მიმავალ ჯორჯ ვაშინგტონს რომ ხმამაღლა აგინებდნენ, აფურთხებდნენ და გაიძვერასა და ქურს ეძახდნენ. ან დიდ ბრიტანელ საზღვაო აკადემიის მოსწავლეებს, საკუთარი პრინცი ჩარლზი რო არ ეცემათ სკოლაში, რომ მერე სატრაბახო თქონოდათ მეფე მყავს ბავშვობაში ნაცემიო. ადამიანის ბუნება ხომ ასეა მოწყობილი. ხშირად თვით განვითარების ნაცვლად ობიექტს ამოვირჩევთ ხოლმე. ვისაც ვლანძღავთ, განვიკითხავთ, განვიხილავთ, განვაქიქებთ და ვესვრით ტალახს. ისეც კი რომ მასთან გადაკვეთის წერტილიც კი არასოდეს გქონია. დუაიტ იორკი, იელის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, თავის დროზე პრეზიდენტობის კანდიდატ თომას ჯეფერსონზე საჯაროდ წერდა: თუ ამ კაცს ავირჩევთ, ჩვენი ცოლები გახდებიან მეძავები, ბავშვები ქურდები და ყაჩაღები. ეკონომიკა ჩამოიქცევა და ქვეყანა აღარ იქნება, რადგან ლიბერალიზმი ამერიკას წალეკავსო. ილონ მასკის დედა იხსენებდა პერიოდს, როცა მისი შვილი საჯარო სკოლაში წასვლის წინ ცხარე-ცრემლებით ტიროდა, რადგან სამხრეთ აფრიკაში, სადაც ისწავლობდა, მახინჯი იხვის ჭუჭული იყო. მასწავლებლები სულელ მეოცნებე ბავშვს ეძახდნენ კლასში ყველაზე პატარა ილონს. არასტანდარტულად რომ ფიქრობდა და აზროვნებდა. სკოლელები 1000 გვარ განსაცდელს უწყობდნენ ბიჭს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ერთ დღესაც მარსზე გავფრინდებიო. ალბათ მარსზე გაფრენა მისთვის ასე საშიშ გარემოსგან მოწყვეტის სურვილი თუ იყო. ემინემს, რომლის სახელიც ალბათ ყველა ადამიანს გაუგია დედამიწაზე, სკოლის საპირფარეშოში იატაკზე აგორავებდნენ უფროსკლასელი ბიჭები, რადგან ის ზანგებივით სლენგი ბედავდა სიმღერას. ახლა ეს ხალხი ერთსაც და მეორესაც ტაშს უკრავს. მას კი მართლა გაფრინდა მარსზე. ემინემი კი ყველა აფროამერიკელ რეპერზე ცნობილი მომღერალია დღემდე.
ადამიანური ბუნება ასეთია, სადაც ნახავს თავისზე უკეთეს, იქ ტაშის დაკვრა უჭირს, მაგრამ ტაში მაინც გარდაუვალია სიმართლისა და შრომის წინაშე. ამის ნათელი მაგალითი ამერიკელი არქტიკის მკვლევარი რობერტ პირია. პირველმა რომ დადგა ფეხი დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილზე. მართალია ამ ფეხის 8 თითი ყინვამ და გზამ შეიწირა, მაგრამ სხვა მეცნიერები და მკვლევარები სუდგათბობაზე კაბინეტში რომ წუწუნებენ ხოლმე და ცხვირი არ გაუყვიათ შენობიდან. ამუნათებდნენ ამ საოცარ მკვლევარს და ადამიანსაც, რომ მთელი მისი მოგზაურობა ერთი დიდი ბლეფი იყო. და სანამ სოფლიოს ეგონა ჩრდილოეთ პოლუსისკენ სიგურებით მიმავალი რობერტი სიკვდილს ებრძვისო, ან სახელმწიფოს ფულს ჰავაის კუნძულებზე ხარჯავსო, ის თურმე მართლა მოგზაურობდა. ალბათ რობერტ პირის რომ კოლეგებივით რამდენიმე კაბინეტში ემთქნარებინა და მხოლოდ ვარაუდები გამოეთქვა, რა შეიძლება იყოს დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთში, 8 თითსაც შეინარჩუნებდა და არავინ დაუწყებდა ლანძღვაგინებას და განქიქებას ისე რომ სიცოცხლე არ გაემწარებინათ მისთვის. ჩემი გაკვეთილი დეილ კარნეგის ამ მართლაც მაგარ სიტყვებით დავიწყე. არავინ ურტყავს მკვდარ ძაღლს. იცით რატომ? და მერე ძალიან ბევრი ვილაპარაკე ჩემზე, მათზე, სხვებზე, ამ წერილის მომსმენებზეც. ვეცადებ ყოფილიყავი გულწრფელი და გაკვეთილი რომ დამთავრდა, ჩემმა გონიერმა მოსწავლემ მადლობა გადამიხადა. სწორედ მაშინ თქვა ის, რაც თქვა, რომ სკოლაში სადაც ისწავლობდა, ათვალწუნებული ყავდათ ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც. არც კი ვიცი რა გაგრძელება ექნება ამ და სხვა ბავშვების ურთიერთობას მომავალში. ხასიათის რაღაც ნაწილი იმ ბიჭსაც მოსაგვარებელი აქვს. ჯგუფსაც და საზოგადოებაც ასე უცბად არ იცვლება, მაგრამ ფიქრობ, რომ იმ 1-2 საათიან გაკვეთილზე კლდის ნატეხზე ერთი პატარა მინის ჭურჭელი მაინც დაიმსხვრა, რადგან მართლაც არასოდეს არავინ ურტყავს მკვდარ ძაღლს ჯოხს. და თუ ამ წერილს რომელიმე გულდგატეხილი მოსწავლე ან მასწავლებელი უსმენს, დაიხსომოს ეს გენიალური გამოთქმა.